იცი, რაც გინდა ის თქვი ამ გადაცემაში ძმაო. გინდა გიტლერი ადიდე, გინდა სტალინი ადიდე. Hell no. არა, ბიჭო, არა, რაც გინდა ისი მაინც არავინ არ გვიყურებს, ძმაო, რეილონგო მოვიყვანეთ. ჩემი დედავაწერე ქართულად, ინგლისურად ჩავწერეთ, ქართულად დავადეთ ტიტრები და მაინც არავინ არ ალაიქებს და რაც გინდა ის თქვი აიკიდე რა. Best country Georgia. ქართველებს გაუმა! The Fight Hop Podcast. Kartoshka. Where is your kartoshka, bro? რა, კარტოფილი შეყოვიდაო რა, კონჩი დამიწერეს ე. სად იყო კარტოფილი? როარის ხმა ძალიან სულად. კომპიუტერი გაქვს თუ კარტოფილიო მასტი რა, მე და დუდი ვჩანდით, მაგრა საკაიფოთ რა და შენ იყავი გაჭედილი. ცოტა ის ლაგი იყავ. ეგ ჩემ ბრალი არა, ეგ ინტერნეტის ხაზის ბრალია რა. შენ და დუდი უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან, უფრო ერთი დღეში ხართ და მე სხვა კონტინენტზე ვარ შეჩემო ვაფშე. ოკეანის გადაღმა და იმიტოა ეგრე. მოგესალმებით Fight Hopper-ებს, Fight Hop-იდან ნოსტალ გიორგი სართანია და რომეო 50 ცენტერაძე ეპიზოდ 188 Topuria Bros. რომი როგორ ახლა? გადასაევად ანუ ჯანმრთელობის პრობლემას თუ არ ჩავთვლით, ცოტა სუნთქვა მიჭირს, გაციებული ვარ. ბუდის გიხდით. ისე კარგად შერავახარ. მე მქონდა მოკლედ უკვე მე-10 დღე არის არ დადეგები ახალი წლები და ზეგ უკვე გავდივარ სამსახურში მალე გადის მაგრა დრო სხვათა შორის ეს ბოლო 3 დღე რა სხვათა შორის მთელი ეს არ დადეგები თითქმის გიო მოახმარა რეილონგოს ეპიზოდზე ტიტრების დადებას და იქ ნუ წუწუნებთ რა თავზე რატო არადებს და ტრაკზე რატო არადებს და კაცმა გადაყვა მაგის იმას და ესვენა და იმუშაო მთელი არ დადეგები მაგაზე რა დაალაიქეს და დააშეარეთ და გააზიარეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ მაგ 20 წუთიან ეპიზოდში ჩვენ რა ხო რა ის მარტო ის 20 წუთი რო გადაგეთარგმნა რა დამჭირდა 3 დღე რა მართლა გეუბნები რა ძალიან რთული არის ეს გადათარგმნა რა და ისე სხვათა შორის მე დავალაიქე ის კომენტი რო დაწერა თავზე რატო დაადეთო რა იმიტომ რომ მეც არ მინდოდა მაგრამ ის აპი რო ვიხმარე რა იმ აპიდან ვეღარ შეუცვალე რა მე რა და იქ იყო ყველაფერი შენახული და მე თავიდან უნდა გამეკეთებინა მოკლედ და ნუ რაც იყო ეგ იყო და შემდეგში ანუ გამოცდილება და ყველაფერი უფრო გაგვეზდება და უფრო კარგად გილებს არა ბაზარი არა უბრალოდ არ არის აუცილებელი ყველაფერში უარყოფითის დანახვა, რაცაც ვაკეთებთ, როგორც ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია ისე ვაკეთებთ. გააკეთეთ უკეთესად თქვენ მაშინ რა, ემენა ამდენ რაღაცებს ვაკეთებთ. ამ ხელა კაცის და ამ 4 მსოფლიო ჩემპიონი ყავს UFC-ში, კაც ჯერ მაგის მოუყვანა პროგრამაში პატარა საქმე გონია თქვენ მე ამის გადათარგმნა ესა და კაცი შვილი მაინც არ არის ეგრე რა, ძმაო რა, შეიკავეთ თავი რა, ზოგჯერ ძალიან ნერვებს ურტყამს ეგეთი რაღაცეები რა. მოდი მაინც პოზიტივზე გავაგზავნოთ რა არა მარტო რეილონგო მაგამდე დუდი ყავდა და ძალიან ბევრი პოზიტივი მოვიდა ამ ეპიზოდებიდან რა და დუდი მაგარი გოგო არის ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო და ამდენი სიყვარული ჩვენთვის არავის არ უჩვენებია რა ისეთ ხალხმა მომწერა რომ აუ ამას ველოდებოდიო ეს ძალიან მაგარი იყო და მოვიკითხოთ რა დუდი უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას მინდა გითხრათ რომ მადლობლები ვართ რომ ეგეთ ენერგიას გვაძლევთ და გაგახსენებთ რომ ბაზარი არაა გიო ჩვენ ვართ Fight Hop podcast-ი კაროჩე თუ არ დაალაიქებთ ხო რა ვიცი 1000 და 2000 და 3000 და 5000 ნახო როცა აქ ეპიზოდს და 1000 ლაიქიც არა აქვს რა პონტია პროსტა ვერ ხვდები 1000 კაცის მაინც არა ისეთი რომ მოწონს ეპიზოდი დაალაიქოთ უნდა რა გააზიარეთ რავი ამდენი კაცი ხარ ანუ რა უნდა გაზიარებას შენ მე ყველამ გაიგოს რა არ ვიცი როგორც გინდათ ისე ქენით პრინციპში ჩვენ ახლა ამას ამ გადაცემას ჩვენ არის ფულის გამო და არის ლაიქების გამო არ ვაკეთებთ მაგრამ არ მგონია ჩვენისთანა კონტენტი ბევრგან იყოს საქართველოში და ვარ გააზიარებთ რა ვიცი იყოს ისე მოკლედ ეხლა დასრულდა
დუბაის კარდი ადესანია იმავოვი, მაგრამ მაგას შეიძლება ბოლოსკენ შევეხოთ. დღეს ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება UFC 312, სადაც ალექსანდრე სანდრო თოფურია დებიუტს ჩაატარებს. და რომი, მოდი რა, მე დავიწყებ და შენ დამეხმარე ბოლოს. ანუ Nogueira brothers, Diaz brothers, Shamrock brothers, Petiz brothers, Usman brothers, Tafa brothers, Dawkins brothers, Basharat brothers, Burns brothers, Walker's brothers, even Sarah brothers. და ეხლა Topuria brothers. It's Sarah's როც მაყავდა, არ ვიცოდი, შენ ალბათ იცოდი, ხო? ვიცოდი ძმა რო ყავდა, უბრალოდ არ მგონია ჩხუბობდეს. იჩხუბა, ჩატარებული აქვს, რეკორდიც აქვს. ოღონდ ნეგატიური რეკორდი აქვს UFC-ში, ეგ არაფერი რა. და კიდე ბევრი გამომჩებოდა რომი, აბა თუ გაიხსენებ, ერთ-ორს უეჭველი გაიხსენებ, ვიცი რა. Hughes brothers, Matt Hughes და მისი ძმა ტყუპები იყვნენ. Matt Hughes. აუცილებელია, Matt Hughes ერთ-ერთი გოუთია Walter White-ებში ეს დადრინდელი ძალიან. იდეა არის ალბათ კი იქნება რა. Shamrock brothers არ არიან ნამდვილი ძმები, ეგენი მართლა? გაიზარდნენ. არა, ხო, ეგენი ნამდვილი ძმები არ არიან. ეგენი აყვანილები არიან, ხო მგონი? კი. ნუ მაინც ძმებად თითლებიან რა. მოკლედ რომი, რა ვიცით და რას ველოდებით ალექსანდრე თოფურიისგან რა. მეთანხმები თუ არა, რომ რამოდენიმე პოინტი მაქვს და მინდა ჩამოთვალო, რომ არის განვითარებული ყველა სფეროში, საკმაოდ განვითარებული, რო იძახიან well-rounded fighter. ძალიან გავს ილია თოფურის სტილს და დგომშიც ძალიან განვითარებულია და რა თქმა უნდა, თვითონ ჭიდაობაში, grappling-ში. უყვარს, რომ ხელებით, ფეხებით დაგაწვეს და მერე ჩაგიყვანოს. ერთ-ერთი პოინტი არის კიდე, რომ არ არის დამტკიცებული, ანუ მისი ოპონენტები არ არიან UFC დონის მებრძოლები რა. თავიდან ამ კარტაზე დანიშნული რომ იყო underdog-ი იყო, მაგრამ რო შეეცვალა, ეხლა ოპონენტი არის ფავორიტი. ეხლა ხდება Colby Thickness, რომელიც ვარჯიშობს ალექსანდრ ვოლკანოვსკის ერთ-ერთი თავარი პარტნიორის, სპარინგ პარტნიორი არის თვითონ ალექსამ თქვა ეგ. თან კაი ხანია და პირველი bantamweight-ი არის ავსტრალიაში. ოღონდ მაგისთვისაც UFC-ს დებიუტი არის ეს და ანუ დებუტანტების ბრძოლა არის რა. და ბოლო პოინტი ის არის, რომ ეს არა მარტო მებრძოლების ომი იქნება, მაგრამ კუთხების ომიც არის, ეგრე არის გაკეთებული, ანუ ბევრი გახმოვანება კუთხეებს, რა ხანგლია იქნება ალექსის კუთხეში და ალექსი იქნება კოლბის კუთხეში და მე მგონია რომ მერაბიც და გურამიც იქ იქნებიან კუთხეში თუ არა იქ არიან ვიცი რა და მოდი რა რას ველოდებით, რას ელოდები და რა შეიძლება რომ ნახოთ თავიდან, ხო, თავიდან და მარტო თავიდან, აი პირველი რაუნდის დასაწყისში, ბრძოლის დასაწყისში არ გამოურიცხავ, რომ ძალიან აი მსგავსოს ამ ბრძოლის დასაწყისი ილია თოფურიას და ვოლკანოვსკის ბრძოლის დასაწყისი, რა. ხვდები? თავიდან შეიძლება ეგრე დაიწყოს ეგ ბრძოლა, ბევრი ლეკ-კიკები მოწინააღმდეგისგან, ბევრი ფეინტები, ჯებით მუშაობა შორიდან და ესე შემდეგ, რა. იმიტომ რომ ჩემი აზრით მოწინააღმდეგე მაქსიმალურად შეეცდება განსაკუთრებით თავიდან რომ კლინჩს აარიდოს და ახლოში ბრძოლას თოფურიასგან აარიდოს თავი რა შეეცდება რომ დისტანციაზე ყავდეს აუცილებლად თავიდან ესე ვფიქრობ იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც ალექსის თავარი უპირატესობა მაინც მიხედავს რომ ბევრი არ გვინახავს არც მაგისგან და არც თავისი მოწინააღმდეგისგან ჯერჯერობით და რაღაც დონეზე ნაწილობრივ მაინც ვარაუდია ყველაფერი რასაც ვიტყვით რომი მე რამდენად ვიცი რა დიდად მაგარი სტრაიკერი არ არის და უფრო გრაპლინგი უყვარს მაგას რა ხო და მაგიტო ვიზახი
დღესდღეობით ყველაფერი რაც არ უნდა თქვათ, რაღაც დონეზე მაინც ნახევრად ვარაუდის დონეზეა. მაინც ვფიქრობ, რომ არ მგონია აწყობდეს ალექსანდრესთან შეკვრა პირველი წუთებიდან ამ ბიჭს, იმიტომ რომ ალექსანდრეს ძალიან კარგი ბაზა აქვს გრეკო-რომაულის ტექდაუნზე ჩასვლაც არ ჭირდება ხშირ შემთხვევაში, ზედა წელიდან ძალიან კარგად გადაყავს მოწინააღმდეგე, ძლიერია, ჩემი ძალიან ფიზიკურად აშკარად ტექნიკურია ძალიან პარტერში და დგომშიც დისტანციის კონტროლი კარგად ეხერხება და როგორ არის ალექსანდრეს სტილი თითქოს იბრძვის კონსერვატიულად ძალიან ისე შენახულად ესე და მერე ფეთქდება, აფეთქებები აქვს. რაღაცას გააკეთებს ისეს ანუ რასაც აი მაგალითად ეგეთი რო უყურებ ეგრე რო ბრძოლობს ადამიანი იფიქრებ რომ ეგ ამ კაცისგან ალბათ გამორიცხულია რომ რაღაც სპინინგ ბეკ კიკი ნახო და რაღაცა, მაგრამ უცებ აფეთქდება, რაღაცას ეგეც გააკეთებს, მე ესე კონსერვატიულ სტილზე გადადის რა. რაც კარგია მომწონს ძალიან, ანუ განგრძობითი არ არის ეს მაგის აფეთქებები რა. აფეთქდება, მე დაწყნარდება, აკონტროლებს ისე თავის ტემპს, თავის სუნთქვას, ბრძოლის მიმდინარეობას, შენახულად იბრძვის, მე ისე აფეთქდება, როდის აფეთქდება, ოღონ არის და ეს ძალიან კაია, მომწონს ძალიან რა. ეხლა UFC-ში როგორ იზამს, მაგას ვნახოთ. ის გავითვალისწინოთ, რომ მე მაინც მგონია რომ ალექსმა უნდა მოიგოს ეს ბრძოლა ასე თუ ისე იოლად, მაგრამ გავითვალისწინოთ მაინც ის, რომ დიდი ხანია წლებია არ უბრძოლია და ეს ამას ყოველთვის აქვს დიდი მნიშვნელობა რა. ანუ რა ხდება, იცი? რაღაცას თქვა რაღაცა პროფესია რო გაქვს, იმ პროფესიაში წინ ვერ წახვალ და უკეთესი ვერ გახდები, თუ კი ეს ყოველდღიურად არ გააკეთე, ხო? და რამოდენიმე წელი რო არ აკეთებ, მით უმეტეს. ანუ you don't get better at something by not doing it, right? გეთანხმები და რომი უნდა მეკითხე შენთვის მოგწონს თუ არა ეს matchmaking-ი მეთქი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ აი თვითონ ეს matchmaking-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, ანუ მებრძოლი რა ეტაპზეც არის კარიერაში, ხო, იმის გამომდინარე უნდა გაუკეთო matchmaking-ი რა და ძალიან მომწონს ეს ფაქტი, რომ ისიც იმასაც არა აქვს რა შესრულებული და ეს ორივესთვის დებიუტი იქნება რა და ჩემთვის ეგრე მირჩენია ვიდრე რომ ეგრევე ვიღაც top 15-იან ვიღაცა გამოცდილი მიეცათ რა даже არა ცუდი რეკორდიანი მაინც რომ მიეცათ ოღონდ გამოცდილი ან აი ესეთი მირჩენია ჩემი აზრით უფრო კაი არის რა matchmaking-ი ბრძოლის ერთ-ერთი დიდი ნაწილი არის თვითონ matchmaking-ი ხო რა თქმა უნდა, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ეხა ალექსანდრეზე ეგრევე ისეთი ადამიანის მიცემა, ვინც გამოცდილია და ბრძოლები აქვს ჩატარებული UFC-ში და ეგეთი რაღაც არ შეიძლება რა. მე თუ გახსოვს პრინციპში არ გემახსოვრება და ზოგადად არავის არ ემახსოვრება, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ცოტა უკვირდება და ემაშვება რაც თავარია ისეთ რაღაცებს სამწუხაროდ, მაგრამ 2021 წელს ლევან ნიჩოხელს 23 წლის ასაკში დაუმარცხებელი ნოკაუტ არტისტი იყო და კაილ კრაჩმერი მისცეს პირველი ბრძოლა ბელატორში. მე არ მემახსოვრება ეგში. Are you fucking okay? This guy. ანუ არა მე მას უზარ შეიძლება არ გახსოვს ის რომ მე როგორ გამოვეხმაური ამას რა. მეთქი ახლა დაიწყებს 2006 წელს ან რაღაცა და მასტი 2001 წელს ჩოხელის დებიუტზე მეუბნება. არა მე რომ ბიჭო სხვა რაღაცას ვიზახი ერთი წამი რა გჭირს კაცო რომ ვნახე მქონდა ძალიან ცუდი რეაქცია ამაზე. გამიგე და დავიწყე დედის გინება მაშინ ოღონდ ესე ვიდეო არ გამიკეთებია სამწუხაროდ მაშინ სხვა დრო იყო კიდე რა. ხო და ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ როგორ არაერთ დაუმარცხებელი ბიჭი მოკავს 23 წლის სხვა ქვეყნიდან პირველად ჩამოდის ამერიკაში დებიუტი აქვს შენს პრომოუშენში და აძლევ კაილ კრაჩმერს. გონი ხო კრაჩმერი? ხო, თან კაილ ტოპას გააჩნია ბიჭო. ყველაზე ისეთ უხერხულ მოწინააღმდეგეს ვისთანაც არავის არ უნდა. მაგარი მოჭიდაო ხო და მაგიტოვა მე რომ აზზე რო არ არიან ვარსკვლავების და ტალანტის აშენება როგორ უნდა და წინ წაწევა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი მაგიტოვა რომ ვერ იხარებს ვერც პრომოუშენი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, ერთადერთი არა, კიდე ბევრი. მაგრამ მაინც თქვათ ის რომ ვერაფერი დემეჯი ვერ გაუკათა კრაჩმერმა რა, უბრალოდ ძირს ყავდა. ხო და
მაგრამ ეგ იმას ხას თუ რადონის მებრძოლი იყო ლევანი უკვე საქართველოში სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდა, მაგრამ ზოგადად ვიძახი რა. და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კი 28 წლისაა ამგონი თუ 29-ის და ესა დიდი ხანია არ უბრძოლია UFC-ს გარეთ, ეხლა რაც მართალი არ ქონია ბევრი დიდი ესეთი მაღალი დონის მოწინააღმდეგები არ ყოლია და ამიტომ საჭიროა ნელ-ნელა ნაბიჯ მეთოდურად მიუყვეს არ არის აუცილებელი ეგრევე მგლებთან შევაგდოთ მოვასწრებ ჯერ კიდე წინ აქვს ყველაფერი 1-5 წელი ისე აქვს კარგი წინ რომ როგორც არაფერი რა მინიმუმ აი რომი შემდეგი კითხვა მაქვს შენთვის აი ანუ შენი აზრით სანდროსთვის რა იქნება უფრო სასარგებლო რომ ფინიში გააკეთოს inside the distance ანუ ან პირველში ან მეორეში ან სანამ მესამე დამთავრდება თუ სამივე რაუნდი როგორც გამოცდილება მიიღოს და მოიგოს გადაწყვეტილებით მე არ ველოდები ეგრევე ფინიშს მაგრამ რო გამოვარდეს ახლა აი გიჟივით ეგრევე რომ რაღაცა ისეთი აფეთქება გააკეთოს შევიდეს ფეხში გადაიყვანოს გადავიდეს არმბარზე ან გადავიდეს მახრჩობელაზე ან რაღაც ეგეზე და ეგრევე დაამთავროს სანამ სხეული მშრალია და მაგ დროს ძალიან რთულია საბმეშენიდან გამოძრომა არ გამიკვირდება რა ანუ თვითონ რა იქნება უკეთესი მეთქი რა შენი აზრით სანდროსთვის ამ შემთხვევაში ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა უკეთესი არის დიდი ხანი რო გაგრძელდეს ბრძოლა და ზოგადად აზრი როგორია იცი მე როდესაც აი ჩვეულებრივ რიგით მებრძოლებს ებრძოლები მაგ ბრძოლებში ეგრევე ფინიში პირველი რაუნდი მეორე რაუნდი და მე ტიტულზე რო ჩხუბობ ანუ ეგ არ არის კარგი ჩემი აზრით. მე მირჩევნია რომ ეგეთ ჩვეულებრივ რიგით მებრძოლებთან 3 რაუნდი, მეორე რაუნდში დააფინიშო, მესამე რაუნდში დააფინიშო, ზოგჯერ სამივე რაუნდი იჩხუბო. ეგ ყველაფერი ანუ ილიას გზა არ მოგწონს? მაგის თქმა გინდა? გაგიგებს გამოცდილება და მე ტიტულის ბრძოლაზე რომ მიდგება საქმე, აი უკვე კილერი, აი ტოპებთან რო გაგბრძოლა, აი მაგებთან უკვე გამოიყურებოდა როგორც სუპერმენი რა. ესე მირჩევნია ზოგადად. ეხა ილიამ რასაც აკეთებს არ მომწონს როგორ უნდა თქვა ილიამ ისინი მაგ აგეხუმდა შეჩემა იმიტომ რომ ის თქვი რაც ილიამ გააკეთა რა ანუ ნოკაუტი ფინიში და ტიტული ყველა არ შეუძლია даже ისეთი კაცი როგორც GSP-ა მე მახსოვს და იმდენად მიუხედავად რომ ამდენად დიდებული მებრძოლია თავიდან ყველას აფინიშებდა და ტიტულის ბრძოლებში თითქმის ფინიში არ ქონია რა, ერთი-ორჯერ ქონდა ფინიში, ვერ აფინიშებდა საუკეთესოებს, არ რისკავდა даже ხშირად რა. ხო და მაგას ჯობია, აქ შეიძინო გამოცდილება და მე უკვე მკვლელებთან შენ დაიწყო კვლავ მაგათი რა. ბიჭო, კიდე მაქვს ესეთი კითხვა. Okay, finish first. 15 წუთის განმავლობაში თუ გადატეხავს და decision-ით მოუგებს, ასე დროს მე ყოველთვის მირჩევნია ეგ რა. უფრო ბევრი გამოცდილება მიიღო შიგნით, ხო? აი თუნდაც როგორც თქვა, აი ვიღოთ გიგა ჭიკაძის მაგალითად გიგამ თავიდან ძალიან ისე ჩვეულებრივ მოჭკურებს ეჩხუბებოდა UFC-ში, ვერცეც ვერ აფინიშებდა და მე ბარბოსას ეჩხუბოდა, ბარბოსა დააფინიშა, რომელიც გაცილებით ბევრად აღემატება იმ მოწინააღმდეგეებს, ვისაც გიგა ებრძოდა მანამდე. მაგრამ ეს ზუსტად იმაზე ნაწილი მაგისი და მიზეზი ერთ-ერთი ის იყო, რომ გამოცდილება დააგროვა ბევრი რაღაცეების მანამდე რა. კი და ის ბარბოზა არ იყო რომ რაღაც მე მაგის მერე მოგება აღარ ქონია რა იმის მერე გააგრძელა და კიდე ბევრი მოგება იყო რა ბიჭო ეგეთი კითხვა მაქვს რა ეხა რა რომელი მებრძოლი შენი აზრით რომელს აქვს უფრო მეტი ზეწოლა რა რომელ მებრძოლს უფრო ბევრი წნეხი აქვს რა მოდი ვახსენოთ კიდევ ერთხელ რომ დებიუტი არის და თოფურიას ისეთი სახელი აქვს ძმაო რომ რა ვიცი რა ისე უნდა გამოხვიდე რომ არა მარტო შენთვის იბრძვის შენ ისეთი სახელი აქვს ანუ მაგალითი უნდა აჩვენო შენი სახელის უკვე იგეთი დონე არის ხო და იმისთვის thickness-ისთვის სახში იბრძვის ასე ხარ დებიუტი არის სახში იბრძვის და походу ვოლკი ყავს კუთხეში რა ანუ თანაბარია ხო ალბათ წნეხი ხო ну წნეხი ორივეს აქვს რა თქმა უნდა ამას დებიუტი აქვს თან სახში თან შანსი ეძლევა რომ თავი გააჩინოს პირველივე რაუნდში თოფურია რაც არაა გამორიცხული თოფურიას ებრძვის და თოფურიამ პირველივე რაუნდში რომ დააფინიშოს დიდი შანსია რომ კონტრაქტი არ მისცეს UFC-მ იმას საერთოდ არ აქვს ხო იცი კონტრაქტი იმან ახსენა რომ მარტო ერთი ბრძოლა არის ხო კარგად თუ არ იჩხუბა ხო შეიძლება არც მისცენ კონტრაქტი თუ ნახეს რომ თოფურიამ გადაურბინა ტრაქტორივით რა თქვინდა ესო იტყვიან. იმიტომ წნეხი აქვს რომ მინიმუმ კაი ბრძოლა უნდა აჩვენოს
სისხლი უნდა დაღვაროს ტიპმა იცის ან თავისი, ან მოწინააღმდეგის, რომ კონტრაქტი მიიღოს UFC-დან. ეგ წნეხია რა თქმა უნდა, თან სახში, თან დებიუტი, თან ესეთ სახელთან დღესდღეობით ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ძმა, რომელმაც შენი მეგობარი, ტრენერი, სპარინგ პარტნიორი და ვინც კუთხეში ყავს ესეთი კაცი დაამარცხა, ასეთი დიდებული ჩემპიონი. ერთი მხრივ ეს არის წნეხი. მეორე მხრივ ის არის წნეხი, რომ აქეთ თოფურია ხარ, შენი ძმა UFC-ს ჩემპიონია, სტანდარტები ძალიან მაღალია, თამასა მაღალია და უნდა დააკმაყოფილო გინდა თუ არა ეს ისა, ხო? მაგრამ ბანალური ვიქნები ალბათ, მაგრამ ზუსტად ეგ არის ჩემპიონის გული და მენტალობა, რომ ესე დროს წნეხს არ აძლევს საშუალებას, რომ დააწვეს ზემოდან ცეცხლს არ აძლევს საშუალებას, რომ დაიწვას თვითონ ამ ცეცხლში პირიქით. თვითონ ხდება ეს ცეცხლი და წვავს გარშემო ყველაფერს თავის ირგვლივ, ამ შემთხვევაში თავის მოწინააღმდეგეს რა, ასე რომ ეგეც საინტერესოა რომ ნახოთ როგორ გაუმკლავდება ამ წნეხს ალექსანდრეს და მისი მოწინააღმდეგეს რა. აი ზოგადად რო გეუბნები. უყურე ერთ რაღაცას ვიტყვი გიო. ზოგადად გაიგე? ჩვენ მე ბევრჯერ მithქვამს რომ ეს გადაცემა არის შემეცნებითი პირველ რიგში MMA-ზე და არა სხვა რამე პირველ რიგში ეგ არის. და რო გეუბნებით, ილანძღებით, იღებთ რაღაცებს პერსონალურად, უყურებთ, აი მის დედა ამან როგორ ეს თქვა, ბიჭო, აი ეგეთ რაღაცებით ისიაუნეთ. აი მაგარ სიაუნებას მიიღებთ უფრო ზოგადად მთელი სპორტიდან, თუ მიხვდებით როგორ უნდა უყუროთ და რისთვის უნდა უყუროთ. აი მე ეს მაინტერესებს ახლა ერთი მეორე წნეხს როგორ გაუმკლავდება, სკილები რა იქნება, როგორ დაიწყებენ ჩხუბს, როგორ მიუდგებიან სტრატეგიულად, ეგრევე ცეცხლივით ეცემა თუ არა ერთი ან მეორე და ესე შემდეგ. ეგეთი რაღაცები უნდა გაინტერესებდეთ. თორე ამის დედა ამაზე დავდე და გამისხა, ამან ეს თქვა საქართველოზე, ამან ეს თქვა ქართველზე ვერ მოიგებს. დაიკიდეთ რა. უბრალოდ ისევნეთ ჩვენ ქართველობას ვერავინ წაგვართმევს ვერაფრით. ვერც ცოდნას. მაგრამ ცოდნა უნდა შეიძინო ჯერ, რომ წაგართვან. თუ არ ისწავლე ისევე და არ გაიზარდე. ნეტავიზე და რაზე გულისხმობ რა. მე თუ ახსენო. ჰა? ნეტავიზე და რაზე გულისხმობ? მოდი shout out MVP, ძმაო, ერთ-ერთს ვიტყვი მარტო რა, shout out MVP. მაგრა შეასრულე. მოდი რა, მართლა რა, ის არა, ჩვენ ახლა ფულს არ ვდებთ. არც სპონსორი ყავს ვინმე კაზინო, უბრალოდ რა. უბრალოდ რომ ხალხისთვის ინტერესი რა. რომ მე მესიჯები არ მოვიდეს რა გონია რა, ანუ რეალურად რა. რას ხედავ ახლა მე უნდა შეგეკითხო, შენ მაინც გონია რომ ფინიში იქნება თუ გადაწყვეტილება ალექსანდრესი? მე იქიდან გამომდინარე რომ მე მინდა გადაწყვეტილებით მოიგოს, ალბათ გადაწყვეტილებას ვიტყვი. აი მაშინ მე ვიტყვი ფინიში. რახან შენ გადაწყვეტილება თქვი რა, მაგრამ მე ერთს ვიტყვი რომი რა, რომ დაჟე რომ მარცხდებით ძალიან იშვიათად, ძალიან მაგარი რეკორდი კი გვაქვს, მაგრამ თუ მაგარი ბრძოლა არის რა და აი გულით გადის ბოლომდე და ისევ მარცხდებით, ბევრად უფრო ნაკლებად ტკივა გული რა, იმიტომ რომ ვიცი რომ კაცურად გავიდა რა, ხო გესმის რა? აი რა შეიძლება მაგარი რა თქმა უნდა გულდაწყვეტილი იყო რა, მარცხი ჩვენ გვინახია, ეხა გურამის რომასი, ლეოსი, მაგრამ ისე გადიან, მაინც ისე იბრძვიან, რომ აი მაინც არ გძნობ ისე რა, თავს, იმიტომ რომ თავარია რომ ყველაფერი დადო რა. და თუ ყველაფერს დადებ, ყოველთვის პატივს დაიმსახურებ და ჩემი აზრით 90% მებრძოლები, ვინც ამ სპორტში არიან დაკავებული და შედიან, იმსახურებენ ეგეთ პატივს რა. ალბათ დამეთანხმები. რა თქმა უნდა. მაგას რა ვიზახი დღე-დღე მე. Exactly bro, that's why I love you man. გინდა თუ არ გინდა უკვე პატივისცემას იწევს. იქ რო შედიხარ ადამიანი რა. ბიჭო, ეხლა რა ვქნათ იცი? თუ გაინტერესებს რამე ამ კარტზე, მაგაზე ვისაუბროთ თუ არა და მე მინდა გადავიდე რაღაც თემები მაქვს მომზადებული შენთვის რა. ხო გესმის? იმართლა გითხრა, მაინდა-მაინც არაფერი არ მაინტერესებს ისე ჩვეულებრივ როგორც ყოველთვის ნომრიანი კარდია pay-per-view-ა და კაი ბრძოლებს ველოდები, კაი კარდი იქნება.
როგორც ესეთი არაფერი ისეთი განსაკუთრებული გარდა ალექსის ბრძოლისა რა. ხო, ნუ თავარი ბრძოლა არის სტრიკლენდი და დუპლასი 2 რა და რავი, აბა რას ფიქრობ მაინც ვინ არის შენი აზრით ფავორიტი? გონია რომ სტრიკლენდმა უნდა მოიგოს ამჯერად რა. პირველი ბრძოლა მართლა ისეთი ძალიან ახლო ბრძოლა იყო რა. ხო? ნუ რავი, რა გითხრა, არაფერს ერთი არის რომ ერთი მებრძოლი ჩემპიონი არის ისეთი აი აკوارდ რაღაცნაირი ისეთი ტლანკი მოძრაობები აქვს ვერ ხვდები რანაირად იგებს ბრძოლებს კაცი იგებს თან საუკეთესოებს უგებს და ვერ ხვდები როგორ უგებს და მეორე არის ადამიანი რომელსაც უნდა დააჯეროს თემ სოფლიო რომ გიჟია მაგრამ გიჟივით არ ჩხუბობს ხოლმე რა ძალიან კონსერვატულად ჩხუბობს რა მაგრამ გიჟივით იქცევა და ლაპარაკობს ნახოთ რა იქნება კი და co-main event-ი არის, რა თქმა უნდა, shout out მე ჩინეთში ვცხოვრობ და ჯანგვეილი, ჩინელი ჩემპიონი ხდება დაუმარცხებელ ტატიანა სუარეს. ტატიანა სუარეს ვიცნობ პირადად. ახლა ესე ქუჩაში რომ დამინახოს, თვითონ ვერ მიცნობს, მაგრამ მე ვიცნობ და რო უთხრა გამარჯობა, გავახსენდები. აი 3-4 ჯერ ვარ შენახვედრი და ვჟარო ვართ ერთად და ეს მაგის ქმარიც პეჩი მიქსი ძალიან კაი ტიპები არიან ორივე ცოლ-ქმარი ძალიან კაი ხალხი არიან რა. და ყველა შეხვედრაზე პეჩიმიქსი მეუნება, რამდენად რომ გაახსენდება რომ ქართველი ვარ, ყველა შეხვედრაზე გვეუნება რომ რამდენად უყვარს მერაბი რა. ხო და ტატიანა ძალიან კარგი სასიამოვნო ადამიანია ძალიან რა. არ შენ ტიმ სუარეზი ხარ? სუარეზ მიქს. არა, ეგრე თამე გადავდოთ, ფაქტია რომ ტატიანა სუარესი რო არა ჩემი აზრით ტრამვები ხო მაგისი ადამიანმა კიბო დაამარცხა წარმოიდგინე რო არა ტრამვები და პრობლემები ის ჯანმრთელობასთან ტატიანა სუარესი უკვე ჩემპიონი იქნება დიდი ხნის წინ დამიჯერე რა და შენი აზრით ხალების ხაბიბია ჩათვალე რა ხო და შენი აზრით ჯანგუელის დაცვა კიდაობის გაუძლებს ჩემი აზრით დაინძრა ჯანგუელის ბრატ We'll see. როგორც ადელმა თქვა, this is the end. ნახავთ. ჭუნგო დუე, ჯაიო. მაგარი. ოღონ პირიქით. ხო რა, მოკლედ მაგარი ბრძოლებია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს სანდროს ბრძოლა და პრილიმებზე არის მგონი მეოთხე ბრძოლა. რა ვიცი, რაც გინდა ის თქვი ამ გადაცემაში ძმაო, გინდა გიტლერი ადიდე, გინდა სტალინი ადიდე. Hell no. არა, ბიჭო, არა, რას ქვიზახ ისი მაინც არავინ არ გვიყურებს, ზაო, რეილონგო მოვიყვანეთ. ჩემი დედავატირე ქართულად, ინგლისურად ჩავწერეთ, ქართულად დავადეთ ტიტრები და მაინც არავინ არ ალაიქებს და რაც გინდა ის თქვი აიკიდე რა. არავინ, nobody's fucking paying attention to us, bro. მიდი რა, შენ გზაზე წადი, მე დამტოვე ძმაო, შენ და დუდიმ დაიწყეთ არხი რა. შარში არ გაგრიო ხო? შენ და დუდი დაიწყეთ არხი. არა, მე მყავს, ჩემი დუდი შენ ხარ. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartuelians. კაი, მოდი რა, გადავიდეთ მაშინ რა, რაღაც კითხვები მაქვს, ესეთი თემები არის დღევანდელ MMA-ში, ჭორები და რაღაც, რომ Dana White-მა ახსენა რამოდენიმეჯერ ბოლო პრესკონფერენციებზე რა, ეხა ადესანიას პრესკონფერენციაზე და მანამდე Power Slab-ზე, რომ მახაჩევისთვისო რაღაცა გვაქო ძალიან ისაო რა, სპეციალურიო რა და რა თქმა უნდა ეს არმან წარუკიანი არ არის და ვინ უნდა იყოს, რა უნდა იყოს რა და გონია თუ არა რომ ეს შეიძლება ილია იყოს. უფრო და უფრო წმუნდები ნელა რაც რო წინ მიდის სიტუაცია და იმდენად არაფრის მომცემი და არაფრის თქმელი იყო ბოლო ისლამის ბრძოლა და იმდენად ძალიან ბევრი რაღაც რაც უნდა როგორ გითხრა დაგვაკლა წაგვართვაც არ უკენმა თავისი ბოლო წამზე გამოთიშვით ბრძოლიდან ბევრი რაღაცები და დატოვა ხახამშალი თვითონ UFC ფანებიც და ეხა
ისლამს შეეცდებიან რაღაცა განსაკუთრებული მისცენ UFC-მ და ფანებს ისლამის სახით და ისლამის მოწინააღმდეგის სახით რაღაც განსაკუთრებული რომ მისცენ შეეცდება UFC და ჩემი აზრით ეს განსაკუთრებული რაღაც იქნება თოფური ალბათ რა ამას უკვე მაშინ მე გეტყვი ერთ-ერთი ვარიანტი არის ეს და მეორე ვარიანტი რომ პირიქით ზემოთ ავიდეს და ზემოთ მიცენ ტიტული და ვიცი რომ ფიქრობ რომ არა ეგ და ბელალი ერთად ვარჯიშობენ მაგრამ მოსმენილი მაქვს რა და არ არისო გამორიცხულიო ორივე მხრიდან გავიგე ეგ რა ახოდუ ორივეს იგივე მენეჯერი ყავს და შეიძლება რომ მოხდეს ბელალი მახაჩევი ან ბელალი მახაჩევი ან შე როგორც ვთქვი ილია ორი არა შანსი არა ბელას აჩხუბან იმიტომ კი არა რომ ერთად ვარჯიშობენ არა ეგ დენას კიდია შენიცია უბრალოდ არ დახარჯავენ ორ კამარს არ დახარჯავენ ორ კამარს ბელალ მუხამედისთვის გაიგე ტიპი ზის კეიჯთან პირველ რიგში კომენტატორი ეძახის გამოდიო face to face და დაცვამაც კი არის ის ვინ არის და არ ატარებენ შენ სად მიდიხარ რომ ეუბნებოდნენ წინაბრძოლაზე და ჩემპიონი ვარო გაფიშვითო და სანამ როგარმა არ უთხრა შემოუშვით კლეტკაშიო ტიპი ვერიც გაიგე მაგრამ მახაჩევისთვის არის ეს დიდი რამ რომ მეორე კამარი ზემოთ აიღოს ბიჭო მახაჩევისთვის რა არის დენას მაგრა ახატია სიმონ დენას რა ინტერესებს იცი UFC-ისთვის რა არის კარგი ბიჭო მახაჩევისთვის გვაქო ძალიან სპეციალური რაღაცაო შეჭი ამ წუთას ბიჭო მახაჩევისთვის სპეციალური რაღაცა ეგ უნდა გადათარგმნო ხაზებს შორის წაიკითხე მახაჩევისთვის რეალურად რა არის კარგი დენას განსაკუთრებული არ აინტერესებს გეუბნები დენას აინტერესებს პირველ რიგში რა არის კარგი UFC-ისთვის 24 წელია ეს კაცი გვაჩვენებს თუ რა პრინციპით მოქმედებს ცხოვრობს და მუშაობს ყოველთვის აკეთებენ იმას რაც კარგია UFC-თვის რომ მეტი ფული იშოვონ სპონსორებიც კი გამოგლიჯეს ხელიდან მოჭხურე სპონსორები რო ყავდა მაგათთან მივიდა UFC და უთხრა რომ ამათ რო უხდითო ცალცაკე ყველას ფულსო რა თქინდა თუ ჩვენ მოგვეცითო ეს ფულიო და ჩვენ ოქტაგონზე დავხატავთ თქვენს ლოგოსო გაიგე ეს ქნეს და შენ ახლა რანერად რა რითი დაგარწმუნ რაც ფულს შოულობს იმას გააკეთებენ ბელალ მუჰამედი ფულს არ შოულობს UFC-თვის მისმინე აი ეგეთი კითხვა რომელი უფრო დიდი საქმე იქნება ისლამ მახაჩევისთვის რომ დაამარცხოს და დაიცვას ტიტული და დაამარცხოს მაგალითად არმან წარუკიანი თუ ტოპ 5-ის pound for pound დაუმარცხებელი ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი დღეს 145-ის ჩემპიონი ილია თოფურია დაამარცხოს რომელი უფრო დიდი იქნება ისლამისთვის ალბათ მაინც იმის გამო რომ ილია პატარაა წონით სიტყვაზე ვამბობ და ამოვიდეს უნდა წონაში ალბათ მაინც წარუკენის დამარცხებას უფრო მეტ მნიშვნელოვნად მიჩნდა მაგრამ მაინც არ დავაჭერ ამ კნოპკას რო გამოგრთო არა არიცი კარგი სიტუაცია არის ეს ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ მოგების შემთხვევაში რამხელა ელევაციას ვაკეთებთ ის ყველას თვალში ეხა თოფურიამ რომ მახაჩევი დაამარცხოს ჩათვალე რომ მართლა ლიმიტი არ არსებობს მაგისთვის რამხელა ვარსკვლავ აი სასწაული მიღწევა იქნება ეგ იქნება არნახული მიღწევა რა ანუ თოფურიას დამარცხების შემთხვევაშიც ჩემთვის რა თქმა უნდა ეგ ძალიან რთული ანუ ისრამალო ილიას მოუგოს ღმერთთან უკნას ეგ რა თქმა უნდა ძალიან რთულია და ქართველებმა ეგ ვიცით და ზოგმა ესპანელმა შეიძლება იცის და ესე შემდეგ მაგრამ წონის ამბავი ანუ იქ რომ ვოლკანოვსკის ეჭხუბა ორჯერ და პატარებს ეჭხუება ვიცი რაღაცა ეს მაინც ყბადაღებული თემა არის გაიგე მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეხა ილია მახაჩევს რომ მოუგოს ჰაიპის დონეზე ვიძახი მე და არა ტექნიკურ დონეზე გაიგე ტექნიკურ დონეზე რა თქმა უნდა თოფურია უფრო რთულია იმიტომ რომ დგომში ძალიან საფეხბურთოა ჭიდაობა იცის ჯიუჯიტსუში მაგარია ყველაფერი მაგრამ ჰაიპის დონეზე ხო შედარება არა რა თქმა უნდა ილია რა თქმა უნდა ხო კაი არა ჰაიპის დონეზე ჩვენთვის მახაჩევის დამარცხება სასწაული იქნება ჰაიპის დონეზე მაგათვისაც ილიას დამარცხება ყველაზე უფრო მაგარი იქნება თან არ დაივიწყე
არ დაივიწყო უბრალოდ ეხლა რა გონია თუ მაქამდე რა უმარის და მერაბის ბრძოლამდე მაქამდე იძახდა მახაჩევი რომ იცი რა მე სულ ფეხებზე მკიდია მაგრამ თუ UFC-ს უნდა მოდი და ვეჭხუბებიო და აი მერე მერაბმა რო დაამარცხა უმარი იმის მერე გონია თუ არა რომ რაღაც უფრო შეიძლება უფრო მოუნდეს მახაჩევს აღება თუ კიდია მე ვთქვი როგორც კი ბრძოლა მოვიგეთ უმართან მე ვთქვი ლეკები მოდიან მოდიან მეორე ლეკიანობა იწყება და უნდა დავხვდეთ მზად იმენა თუ ჩაგვენიშნება მაგათთან ბრძოლა ერთი იმიტომ რომ ძლიერები არიან ისედაც და მეორე იმიტომ რომ უკვე არის მიზეზი ამისი მოდიოდნენ და ერთ გემი ჩაეძირა ხო ნახე ასეთ რაღაცებს ეგენი ადულად არ ივიწყებენ და ჩვენც არ უნდა დაგვაუწყდეს მიუხედავად რომ მოვიგეთ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მოვიგეთ ბიჭო MVP-მ როგორ თქვა რომი ძმობას გაფიცებ კამერაში როგორ თქვა Look at me I am the captain now ეხა მე ვარ კაპიტანიო ბიჭო ეხა მე იმის გამო არ მიმიღია სიამოვნება რომ კაცმა წააგოს სიამართლე გითხრა ეგეთ რაღაცები არავის არ ვისურვებ არა უბრალოდ რომ მენახა მარტო იმიტომ რომ რაღაცა და რაღაცა თქვა თუ ძლიერი მებრძოლია არაფერს ვაში არა მან რასაც არ უნდა ვიცი რომ თუ აი მაგა ადესანია მაგალითად არავის არ მიყვარდა პირველად მაგრამ როცა აი თავის პიკში რო იყო ვიცოდი რომ მოიგებდა და არც ბალეშიკოვდი მეორეს არც ისა ვიცოდი უბრალოდ რომ მოიგებდა და всё რა ძლიერი ამ შემთხვევაში უბრალოდ შარაბულაძე მე ადრეც ვთქვი და ბევრისთან გამომიხატავს მე ჩემი ისა არ იყო ეს ბიჭი არასდროს ისეთი მაგარი როგორცაც ხატავდნენ უბრალოდ აი უყვარს UFC-ს აი ეს გასაგებია საჭიროა ვარსკვლავები არის შესაქმნელი და აღსაღზევებელი და ესე შემდეგ მაგრამ გამოჩნდა ფაქტია რომ არა აქვს ადაპტაციის უნარი ერთი ტეიქდაუნი იხსნიდა ამ ბრძოლას მაგისთვის ერთი ტეიქდაუნი მოაგებინებდა ბრძოლას კი და გასაკვირი ის იყო რომ MVP უფრო ძლიერი იყო კლინჩში ხო ნახე ერთი ტეიქდაუნი ვერ გაუკეთა ისეთ კაცს როგორც არის MVP არც ცადა საერთოდ და გამოჩნდა ის რომ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო ამის ჯერ მოდი რა ეგ თემა უფრო ნაკლებად გვაინტერესებს და აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ ერთი ადამიანი რა ბენო ადამიანს ექნება ტიტულზე ბრძოლა ოქტაგონ 67-ში flyweight ტიტულზე ბრძოლა 22 თებერვალს და ბენო ჩაუ ბუენო შენი ძმაო ბენო ადამიანს გაუმარჯოს აუ როგორ გამიტყდა კვარა რომ წავიდა ნაპოლიდან PSG-ში საიდანსად გადახტი ბიჭო მოიცა რა არა უბრალოდ გამახსენდა ახლა იტალიურად რო თქვი რაღაცა გამახსენდა რა ჩაუ ბუენო და ძალიან იმედგაცრუებული ვარ საფხულამდე მაინც მოეცადა და მოკლედ ეგ არის და ეგ ხალხო არ დაივიწყოთ გამოგვიწერეთ დაგვალაიქეთ და თუ Spotify-ზე და Apple Podcast-ზე გვისმენთ 5 ვარსკვლავიანი შეფასება მოგვეცით ძალიან დაგვეხმარება. აბა, ბიჭო, ხალიჩა როდეს მეკცმია? ხალიჩა არა, მაგრამ მომწონს. ვან გოგის ნახატი მწმია ძმაო. აი მომდენო იმაში ჩავიცმე, მომდენო ეპიზოდში ჩავიცმე ვან გოგის ნახატს. ოკეი, რა ვიცი ხალხო, მივესალმები ყველა ჩვენს მუდმივ მაყურებელს, თითქოს ჩამოსათვლელები ხართ, მაგრამ მაგრები ხართ, საუკეთესოები ხართ, ბევრი არ ხართ, მაგრამ რაცა უნდა ვთქვა ჩვენ ეგ რაღაცები, ეგრე არა უშავს რა. გვიყვარხარ ძალიან ყველა, ვინც ძალას გვაძლევთ, мотиваციას გვმატებთ. ძალიან გვიყვარხართ რა. აი ეს კომენტარები და ეს მოწერები და გამამხნევებელი სიტყვები ეგ არის ერთადერთი საწვავი, რაც გვაძლევს ჩვენ იმის ძალას, რომ გავაგრძელოთ. თორე სხვა ჩვენ მიზეზი არ გვაქვს ახლა რომ გავაგრძელოთ რა. მე აქ შეიძლება ძალიან ვიღაცა ძალიან მაგარი სტუმარი მოვიყვანო, ძალიან მაგარი ეპიზოდი დავდო, ვესაუბრო და 3000 ნახვას ვერაცდეს რა. და ამიტომ ეს არ არის დიდი мотиваცია ჩვენთვის, რომ აქედან ნახვებზე ვიმუშაოთ. ნახვებზე მუშაობა რომ მიდოდეს, მეც გავაკეთებდი რაღაცა ყალეობებს ვიტყოდი, გავაკეთებდი რაღაც სისულელეებს და ალბათ გავარდებოდა მე რაღაცეები. ან რა ვიცი, სხვა მიმართულებით წავიდოდით რა. ასე რომ
უბრალოდ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი გამხნევება, პოზიტივი გამოუშვით და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას რა. ეგარი დროებით